ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ევროკავშირის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მას სამცხე-ჯავახეთის რეგიონული მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის ორგანიზატორების განმარტებით იგი საზღვრისპირა რეგიონების განვითარებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში საქართველოს საშუალება აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანში თავისი პარტნიორი ორგანიზაცია მოიძიოს და სამოქალაქო კულტურული აქტივობები მეზობელ ქვეყნებთან ერთად განახორციელონ. აღნიშნულ პროექტში ბელორუსიისა და უკრაინის სახელმწიფოების საზღვრისპირა რეგიონებიც არიან ჩართულნი. ევროკავშირის საზღვრისპირა რეგიონების განვითარებისთვის 12 მილიონ ევროზე მეტი თანხის ჩადებას გეგმავს, ხოლო საქართველო აქედან 2 მილიონამდე ევროთი დაფინანსდება. როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა განაცხადეს, დაფინანსების მხრივ პრიორიტეტი ასოციაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს მიენიჭება. Программа нацелена на распространение информации о тех возможностях и преимуществах, которые дает программа для потенциальных участников, тех, кто хочет получить гранты на финансирование проектов. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის, განსაკუთრებით მხიბლავს ამ პროექტის იდეა, რომ უნდა ვიპოვოთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია სასომხეთში. არის სასაზღვრო რეგიონი და მართლაც ძალიან მივესალმები ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემები, რაც აწუხებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას, იგივე პრობლემები შეიძლება აწუხებდეს სასომხეთში, საზღვრისპირა მოსაზღვრე რეგიონის მოსახლეობას.